საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ვართ აი რაღაცა თვალსაზრისით, აი ამ ორი ყველაზე ფინანსურად, ძალაუფლებით, შესაძლებლობებით, მედია მხარდაჭერით, საინფორმაციო უზრუნველყოფით, აი ამ ორი მძლავრი ძალის შემყურე, რომელიც რით არის ერთმანეთზე უარესი, ვერ იგებ. ერთ მხარეს სურს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივება, ანუ ქართულ ოცნებას აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა. აი უბრალოდ სხვა ამოცანა მათ არ აქვს დასახული. თქვენ ვინმეს წარმოგიდგენიათ, რომ აი დაუშვათ 5 წელი ან 4 წელი, რა ვიცი, აი გაძლო ხელისუფლებამ და რა მოხდება 5 წელიწადში? ჩვენ აფხაზეთს დავიბრუნებთ, თუ ქართველები გამრავდებიან, თუ ეკონომიკური კეთილდღეობა იქნება, თუ რაღაცა ბევრად უფრო ჯანსაღი გარემო იქნება, ნაკლებ პაკისტანელს ჩამოიყვანენ აქ იმისთვის, რომ ქართველები ჩაანაცვლონ. არაფერი არ მოხდება, იგივე გაგრძელდება, რაც ახლა ხდება. უბრალოდ რაღაცა უარყოფითის ტემპები გაიზრდება. ქართველების ყდომა გაიზრდება, პაკისტანელების ჩამოსახლება გაიზრდება. მეტი დემოკრატიას, რასაც ვეძახით, ეგ გარემო გაუარესდება, სამართლიანობის განცდა შემცირდება, შეესწებიან, რომ ძალაუფლება უფრო აიღონ ხელში. ეს არის ერთი მხარე, ანუ ანალოგიურად მეორე მხარესაც რო შევხედოთ, ისინიც რა შეწყვეტენ გარე აგენტურას თუ რაღაცა გამოსწორდებიან და რაღაც საქართველოზე მართლა გულწრფელად ფიქს დაიწყებენ და აი რაღაც გამოასწორებენ იმ შეცდომებს და დანაშაულებრივ ქმედებებს, რაც აქამდე ჩაუდენია და ეხლაც აკეთებენ. არა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ აი საზოგადოების უდიდესი ნაწილი აი ამ ორ ცუდ და უარეს შორის, რომელია ოღონდ ცუდი და უარესი რო ვერ გაურკვევია, აი ამ მდგომარეობაშია. ცხადია ეს გავლენა საზოგადოებაზე შემთხვევით არ არის, ხო, მათ უზარმაზარი რესურსები აქვთ ამისთვის. ფინანსური რესურსები, ძალიან ბევრი ადამიანი პირდაპირ მონაწილეობს ამაში, ხელფასი იღებს ორივე მხარეს, სხვათა შორის. ორივე მხარეს არის დასაქმებული. უზარმაზარი საინფორმაციო პროპაგანდისტული სიმძლავრეები მუშაობს, რომ ხალხის რაღაცა კატეგორია მორჩილი იყოს მათი პროპაგანდის მიმართ და აი საერთოდ თავში ჯანსაღ არგუმენტს არ უშვებდეს. ზოგადად პროპაგანდა მაგას საზოგადოების რაღაც ნაწილზე, რაღაც სეგმენტზე ავტომატურად შვება. აი მაგალითად ვისაც ახლა არც კი წარმოუდგენია, რომ ჩვენი მხარდამჭერი იქნება, აი ვიღაცა შეიძლება იცით ადამიანი იყოს, რომელიც აი წარმოუდგენელია ჩვენი მხარდამჭერობა, აი ჩვენი ძალის, კონსერვატორების, მაგრამ ჩვენ რო ხვალ შევიძინოთ ის პროპაგანდისტული საშუალებები, რაც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს გააჩნიათ, თვითონ ამ პროპაგანდისტული საშუალების ინსტრუმენტი ავტომატურად იმ ადამიანს გახდის შენი პროპაგანდის მიმღებს. იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს ისეთი პოლიტექნოლოგიის ამბავია, საზოგადოებაში არსებობს სეგმენტი, რომელიც აი უბრალოდ ტელევიზორიდან ან ლამაზი სტუდიიდან რაღაცა რო ესმის, ავტომატურად იჯერებს მაგას. ეგ არა მარტო ქართული ფენომენია, ეგრეა ზოგადად მთელ მსოფლიოში. საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი სხვათა შორის ეგრევე იღებს პროპაგანდას. თავარია კარგად შეუფუთო, ლამაზად შეუფუთო და სწორი სიტყვები გამოიყენო. ეხლა რა არის გამოსავალი? აი როგორ უნდა მოვიქცეთ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებთ, ხვდებით, რომ ტყვეობაში ვართ, ხვდებით, რომ აი რაღაცა გამოსავალი თითქოს დაარჩანს და აი ვფიქრობთ რა უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი უიმედობა სუფევს. აი ხვალინდელი დღე როგორი იქნება, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. და სხვათა შორის ეგეც ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ჩვენი ქვეყანა იცლება. საერთოდ ეგ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომ როდესაც ის ხვალინდელი დღის პროგნოზირებას ვერ ახდენს, აი ოდნავაც მაინც არ შეუძლია ხვალინდელი დღის ვიზუალიზაცია,
ეს გარკვეულ ქვეცნობიერულ შიშებს იწვევს, არასტაბილურობის განცდას უჩენს და ადამიანი ცდილობს, რომ აი ეგეთი არაპროგნოზირებადი, არასტაბილური გარემოდან ისეთ ადგილას წავიდეს, სადაც მეტნაკლებად რაღაცის დაგეგმვა, რაღაცის პროგნოზირება შეუძლია. მაშინ რა უნდა გავაკეთოთ იმ ნაწილმა, საზოგადოების იმ ჯანსაღმა ნაწილმა, რომელიც ამას ხედავთ, უყურებთ, ვაანალიზებთ, ინტუიციის დონეზე პრინციპში ვიცით, რომ რაღაცა გამოსავალია საჭირო. ეხლა მე რომ დავიწყო აი ასე პირდაპირ ბანალურად იმის თქმა, რომ აი ჩვენსკენ გადმოდით და ჩვენი მხარდამჭერები გახდით, ეგ ისედაც გასაგებია, აბა ჩვენ რისთვის ვაკეთებთ ამ გადაცემებს, საინფორმაციო ბრძოლას, იმისთვის რომ ჩვენი წევრები გახდეთ, ჩვენი თანამოაზრეები, თანამებრძოლები გახდეთ, ეგ ბუნებრივი ლოგიკაა ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი. ვინც გეუბნებათ, რომ ეგ ეგრე არ არის, ის მაიმუნია და სინამდვილეში იტყუება. მაგრამ ეს ყველაფერი გვერდზე რო გადავდოთ, პირველი რაც უნდა დავიწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ რა ვიცი, მე მემხრობი ან მეთანხმები ან ჩემს იდეოლოგიას იზიარებ, უნდა დავიწყოთ კრიტიკული ფიქრი. აი ეს კლიშეები უნდა მოვიშოროთ. რაღაც ერთმანეთის მიმართ ეგრევე თავიდანვე მტრულ პოზაში დგომას უნდა შევეშვათ და უნდა დავიწყოთ კრიტიკული რაციონალური ფიქრი. მე მესმის, რომ ეს რთულია, არ არის მარტივი, მით უმეტეს ჩვენ ძალიან ემოციური ხალხი ვართ ქართველები. აი გვიყვარს ხოლმე ეგრევე რაღაც გადაწყვეტილების მიღება. იმპულსური ხალხი ვართ, ეგ გვახასიათებს ხოლმე, მაგალითად უზნაძეც წერდა, როდესაც ახასიათებდა ქართველს, აი ქართველი არის, აი რაღაცის მიმართ ყურადღების და კონცენტრაციის გამახვილება უჭირს. ქართველს უნდა სწრაფად, ეხლავე, ამ წამს და ეს ხშირად ალბათ ეს ისტორიითაც არის განპირობებული, იმიტომ რომ აი რაღაც მძლავრი აფეთქებებით ვახერხებდით ალბათ გადარჩენას, აჯანყებებს და რაღაც ეგ იყო ალბათ ფსიქოლოგიური ერთგვარი ჩვენი თავდაცვის მექანიზმი, რომ რაღაც ტერი რო არ ელოდება, უცბად აფეთქდები რაღაცას, აუჯანყდები, მოაჭრი თავს და მე რაღაცას მოიფიქრებ. თუმცა ეგეთები ვართ, ხო, ალბათ კლიმატის ჩვენი გენეტიკის ისიც არის ბრალი, ზოგადად სამხრეთის ხალხს ახასიათებს ეს ზედმეტი ტემპერამენტი, მაგრამ პოლიტიკას არ უყვარს. რაღაც საკითხებში კარგია, აი ეს აფეთქება ჩხუბში განსაკუთრებით, მაგრამ ჩხუბამდე სანამ მიხვალ, ჯობია იფიქრო, ხო, ცივი გონებით. და ეს გვაკლია, ხო? ეს ერთი საკითხი და მეორე საკითხი არის ის, რომ ზოგადად ანარქიზმისკენ ცოტა მიდრეკილი საზოგადოება ვართ, აი წესრიგი დიდად არ გვიყვარს. აი მათ შორის სახელმწიფოებრივი გამოცდილებაც ნაკლებად გვაქვს, ხო, ჩვენ საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფო არ ქონდა, სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილი იყო, მოშლილი არც იყო, ხო, ფეოდალიზმიდან პირდაპირ აი ამ რაღაც ვითომ კვაზი დემოკრატიულ წყობილებაში აღმოჩნდით და პრინციპში რაღაცა თვალსაზრისით პროგრესიც გვაქვს ამ სახელმწიფოებრივი მიმართულებით, რაღაცა თვალსაზრისით, თუმცა, ჯერ კიდევ მოვიკოჭლებთ. მით უმეტეს აი ეს ამ ჩვენს ბუნებრივ ანარქიზმს თან ემატება ეს ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც ასევე უწესრიგოა, დისციპლინას არ აღიარებს, წესრიგს არ აღიარებს და ესეც დამატებით გარკვეულ დისბალანსს იწვევს. პირველი უნდა დავიწყოთ, როგორც აღნიშნე, კრიტიკული აზროვნება. ყველაფერს უნდა შევხედოთ, არა ლოზუნგებით, არა რაღაცა წინასწარ შექმნილი ფონური, ისიც სხვისი ფონის მიერ შექმნილი წარმოდგენებით, არამედ საკუთარი თვალით, საკუთარი გონებით და რაც მთავარია ანალიტიკური გარკვეული შეფასებით. ჩვენი საზოგადოება არ არის სამწუხაროდ
ფუნდამენტურ საკითხებზე არაფერზე შეთანხმებული. ჩვენ ერთმანეთში თამაშის წესები ერთიანი არ გვაქვს. ყველა რაღაც თავის თამაშის წესები აქვს. ცხადია ეს კიდევ ერთხელ აღნიშნავ, წინა ხელისუფლებების ბრალია, იმიტომ რომ ისინი თვითონ არ ქმნიდნენ თამაშის წესებს, რომელსაც თავად დაიცავდნენ. ეგა ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის წესში. შენ შეიძლება რაღაცა დაწერო, შენ შეიძლება კოდიფიცირება მოახდინო, რაღაცა კანონი შექმნა, კონსტიტუცია დაწერო, მაგრამ შენ თუ თავად არ იცავ, ფუჭია ეგეთი თამაშის წესი. ფათაშორის იოანე ოქროპირის სიტყვებია, რომ შენ თუ გინდაო, რომ სხვის გულში რაღაც ცეცხლი გააჩინო, ეგ ცეცხლი ჯერ შენს გულშიც უნდა იყოს. შენ თუ გინდა, რომ საზოგადოება კანონმორჩილი გახდეს, შენ თავად უნდა დაემორჩილო მაგ კანონებს. შენ თავის თავს უნდა დაუწესო გარკვეული ზღვარი. და ჩვენი ხელისუფლება საკუთარ თავს არანაირ ზღვარს არ უწესებს. არც წინა ხელისუფლება არ უწესებდა, იმის წინაც არ უწესებდა. და სხვადასხვა ვინც მოვა, აი ვისაც პრეტენზია აქვს ყოველ შემთხვევაში რომ მოვა, არც ის აპირებს. და ეს ხო ნათელი ხა გვარამია ხო არ აპირებს უნივერსალური თამაშის წესების შექმნას, რომელსაც თავადაც დაიცავს, სულ რომ მას ეს არ უნდოდეს და მის ინტერესში არ იყოს. ხო ვიცით რომ არ დაიცავს, არ დაუცვია კაცო, როცა ხელისუფლებაში იყო. და ეხლა მით უმეტეს რატო დაიცავს. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ასევე პრობლემა ჩვენი საზოგადოების ქართველების, რომ არა გვაქვს არანაირი საზოგადოებრივი კონსენსუსი ფუნდამენტურ საბაზისო საკითხებზე. აი ჟარგონი რო ვიხმა მუშურ გლეხურად რო ვისაუბროთ, აი რა მოსულა და რა არ მოსულა სახელმწიფოებრივ დონეზე, ეგ საკითხები არა გვაქვს განსაზღვრული. აი წითელი ხაზი სად არის? ეგ არ არსებობს. ვიღაცისთვის ერთია წითელი ხაზი, ვიღაცისთვის დიამეტრალურად განსხვავებული საკითხია წითელი ხაზი. აი მაგალითად ჩვენთვის კონსერვატორებისთვის წითელი ხაზია ჩვენი რწმენა, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ნაციონალური ინტერესები, ჩვენი სახელმწიფოებრივი ფუნდამენტური საკითხები, ჩვენი დემოგრაფია და ასე შემდეგ. უამრავი. მაგალითად ლიბერალებისთვის აი ხა სამი რაც პირველი რაც ჩამოვთვალე, მაგალითად ჩვენი რელიგიური რწმენა პირიქით მათთვის არათუ მისაღებიერებს, საერთოდ რო არ იყოს უკეთესია და ამისთვის იბრძვიან, რო ეგ არ იყოს. ჩვენი ეთნიკური იდენტობა, ნაციონალური იდენტობა საერთოდ ეგას ლიბერალებისთვის ფაშიზმად არის გამოცხადებული. სახელმწიფოებრივ საკითხებშიც, რაღაცეებში შეიძლება კონსენსუსი იყოს, რაღაცეებში არა. აი, რაზეა საუბარი? ხო, ამ სამ საკითხზე ჩვენ თუ ვერ თანხმდებით საზოგადოების საკმაოდ მსხვილ სეგმენტთან, რწმენის საკითხთან, იდენტობის საკითხთან და სახელმწიფოებრივ ინტერესების საკითხთან, აი რაზე უნდა შევთანხმდეთ? წარმოუდგენელია ეს. და ცხადი ასეთი საკითხების წამოწევა, ასეთი საკითხების პედალირება ქვემოდან რთულია. აი ჩვენი დონიდან, ახლა ჩვენ ხო ხალხიდან წამოსული ძალა ვართ, ხო? მაგალითად 6 წლის წინ ერთი ტელეფონით დავიწყეთ Facebook-ზე სტრიმების გაკეთება და ფართო საზოგადოებისთვის არც კი ვიყავით, ხა ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭები ვიყავით, თუმცა ალბათ რაღაცეები ქვეყანას სასიკეთო გაუკეთეთ და რომ ტრაბახშიც არ გადამეზარდოს სიტყვა კონსერვატორი რო დღეს პოზიტიურ კონოტაციაში აქტიურად გამოყენებადი ის არის მაგალითია არა მარტო ხელისუფლებისთვის, მათ შორის ლიბერალური ძალებიც იყენებენ. აი მაგალითად ამას წინათ გავიგე რომ გიგა ბოკერია ყოფილა თურმე მთავარი კონსერვატორი საქართველოში. ეგეც ხო ალბათ ჩვენი დამსახურებაც ამ ყველაფერში. ჩვენ მაგალითად 2021 წელს, როდესაც კონსერვატიული მოძრაობა პარტია დავაარსეთ და როდესაც ვფიქრობდით, რა სახელი მოგვეფიქრებინა
აი რა სახელი და უნდა მოგვეფიქრებინა ჩვენი ამ სუბიექტისთვის, პოლიტიკური პარტიისთვის. უამრავი არგუმენტები იყო, ხო, მაგათ ეროვნული მოძრაობა, ხო, კონსერვატიული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობა, ძალიან ახლოსაა, ხო, ეროვნულობა და კონსერვატიზმი, სინონიმებია, შეიძლება ითქვას. ან კიდე უფრო რაღაც მსგავსი ზოგადი სახელი, რაც საქართველოს საზოგადოებისთვის უფრო კონკრეტული იქნებოდა და უფრო გასაგები. კონსერვატიზმი, მაგალითად 5 წლის წინ უკიდურესად უცხო ტერმინი იყო. ძალიან ბევრმა ადამიანმა არც კი იცოდა. აი ეს სიტყვა, მაგრამ ჩვენ შეგნებულად დავარქვით კონსერვატიული მოძრაობა, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ ეს კონსერვატიზმი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული, ძლავრი იდეოლოგიური შეხედულებაა, რომელიც დასავლეთშიც ფეხს იკიდებს და აგერ ამერიკაში უკვე პრეზიდენტია, რომელიც თავის თავს კონსერვატორს ეძახის. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ტენდენცია გარდაუვალი იყო. და ჩვენ გვინდოდა, რომ ამ ტენდენციასთან ბოდიში ასოცირებულებიც ყოფილიყავით. ჩვენ არ ყოფილიყავით რაღაცა იზოლირებული, რაღაცა ეროვნული ძალა, რომელიც მარტო საქართველოშია ჩაკეტილი და გარეთ რა ხდება, არც უნდა რომ გაიგოს და არც არის იმის ნაწილი. ეგრე ჩვენ ლიბერალები გვხატავენ, რომ რაღაც რეტროგრადული 19 საუკუნეში ჩარჩენილი ძალები, რომლებიც ჩოხა-ახალუხებით დადიან და რაღაცა თანამედროვე პროგრესულ ვითარებას საერთოდ მოწყვეტილები არიან. არა, ჩვენ შეგნებულად დავარქვით სახელი, შეგნებულად ვაქციეთ ბრენდად, რომ ვიცოდით, გარდაუვალი იყო კონსერვატიული შემოbrunება დასავლეთშიც და ცხადია, ეგ საქართველოსთვის ბევრად უფრო ორგანული და ავთენტური ღირებულებათა სისტემა იყო. ამიტომ გამოსავალი, რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხს, სინამდვილეში არის ძალიან მარტივი. საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს ამ საერთო თამაშის წესების მიმართ ლტოლვა, აი ელემენტარულ საბაზისო საკითხებზე ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს გარკვეული შეთანხმება, აი გარკვეული კონსენსუსი უნდა გქონდეს. აი ეს მოსულა, ეს არ მოსულა. ცხადია ეს არ იქნება მარტივი, მით უმეტეს აი ამ პოლარიზებულ, ურთიერთდაპირისპირებულ, გარედან ინსპირირებულ, ხელისუფლების მხრიდან და სუსის მხრიდან უკიდურესად კონტროლირებად გარემოში, რომ რაღაც საზოგადოებრივი ქვედა კონსოლიდაცია არ მოხდეს. ყველაფერს გააკეთებენ, როგორც ხელისუფლების თვითონ სისტემა, ხელისუფლების ხელში უშიშროება და მათ შორის ლიბერალური ძალებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვედა დონეზე, ჰორიზონტალურ დონეზე რომ რაღაცა მძლავრი ძალა არ გამოჩნდეს, რომელიც არ ემორჩილება მათ დღის წესრიგს. ან შეეცდებიან თავის კალაპოტში გაუშვან ეგ ენერგია, ეგ მცდელობა. მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის. ჩვენ თუ ამას არ ვიზამთ, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი რაღაცა უნივერსალური ღირებულებების გარშემო თუ არ გაერთიანდება, საერთო თამაშის წესებს თუ არ ჩამოაყალიბებს და შემდეგ ამ თამაშის წესებზე დაფუძნებით შეიძლება მათ შორის ურთიერთკონკურენცია და პოლიტიკა ურთიერთკონკურენცია, ეს ბუნებრივი მოცემულობაა, ანუ ყველაფერში არსებობს კონკურენცია და პოლიტიკაში მით უმეტეს არსებობს კონკურენცია და ვინც ამბობს რომ არ არის, უბრალოდ ან მატყუარა, ან არ ესმის საგანი, მაგრამ რაღაცა თამაშის წესებზე ჩვენ თუ შევთანხმდებით, ეს კონკურენცია არ იქნება რადიკალური. ეს კონკურენცია არ იქნება, აი წინა გადაცემაში რო თქვი მე კრილოვის იმასავით, იგავარაკივით, იმის ლებედ რაკი შუკა, რომ ერთი წყალში ეზიდება ეტლს, მეორე იმაში ჰაერში, ცაში და მესამე სადღაც იქ ველზე. ანუ საერთოდ რო ენერგიების ურთიერთ წინააღმდეგობა რო აი ეგ მოცემულობა რო არ იყოს ერთმანეთთან ჭიდაობაში და ერთმანეთის დასუსტებაში რო არ დავხარჯოთ ეს პოტენციალი რომელიც გაგვაჩნია ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში
ამ რთულ გარემოში, ამ რთულ ლოკაციაზე, სადაც ვართ. ეგ ცალკე პრობლემაა, რომ ამ რეალობის აღქმა არავის არ უნდა, რომ გარე ობიექტური საშიშროებებიც არსებობს, გარე ობიექტური რეალობა არსებობს, რომელიც ჩვენი სურვილების მიუხედავად არსებობს და ხშირად საშიშია. ეს მოგცემ ჩვენ საშუალებას, რომ რაღაცა სახელმწიფო მაინც არ დავაზიანოთ. შეიძლება ერთმანეთი დავაზიანოთ პოლიტიკურ დონეზე, შეიძლება ერთმანეთს გადავეკიდოთ სუბიექტების დონეზე, მაგრამ სახელმწიფო მაინც წინ წავა. ანუ ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციონალური მდგრადობა ჩამოყალიბდება. ჩვენი ძალა ეხლა უკვე ახალი ბრენდით კონსერვატორები საქართველოსთვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეგეთი ტრადიცია ჩამოვაყალიბოთ ჩვენს ქვეყანაში. თავიდან ჩვენ ერთმანეთს არც ვიცნობდით, ჩვენ არც რომ ჟარგონი რო ვიხმარო, ტუსიკის ძმაკაცები და ნათესავები არც ერთნი არ ვიყავით ერთმანეთის მიმართ. ამ საზოგადოებრივ საკითხებში, ამ ბრძოლაში გავიცანით ერთმანეთი და დავძმობილდით და თანამებრძოლები გავხდით. და მერე ეს ერთ დიდი უზარმაზარი ოჯახი შეიქმნა ამ ერთობლივი ბრძოლის შედეგად, რასაც ქვია ჩვენი კონსერვატორების დიდი გუნდი, მრავალათასიანი გუნდი, რომელსაც ჩემი სუბიექტური მოსაზრებით ძალიან ბევრი რაღაცა გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის. და ალბათ სურვილიც გვაქვს, რომ კიდე მეტი გავაკეთოთ. იმიტომ რომ მე ვხედავ ამაში ძალიან დიდ პოტენციალს. ეგ ერთი და მეორე ჩემი აზრით გამოსავალიც მხოლოდ ერთი. ეს არის.